მოგესალმებით. ბრიუსელის ბიუროკრატია და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ლიდერები სახალხო მხარდაჭერით რომ ვერ სარგებლობენ, ეს ახალი არ არის. ამას ჩვენ უკვე მივეჩვიეთ. ამის მიზეზი ის არის, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ატარებენ არა მათი ხალხის ინტერესებს, არამედ deep state-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის ინტერესებს ემსახურება. შესაბამისად, სახალხო მხარდაჭერა მცირდება. თუმცა ისე მოხდა, რომ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ამ ანტირეიტინგებში ყველას აჯობა. გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი 24 დემოკრატიულ ქვეყანას შორის ყველაზე არაპოპულარული ლიდერია და მისი მუშაობით გერმანიის მოქალაქეების 76% არის უკმაყოფილო. კანცლერით უკმაყოფილების მიზეზები ბევრია. ყველაფერი ეხება იმ პოლიტიკას, რომელსაც მერცი და მისი მთავრობა ატარებენ. გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ყველა მიმართულებით აჩვენებს, რომ გლობალისტური და ნეოლიბერალური პოლიტიკის მიმდევარია და საკუთარი ქვეყნის არც სუვერენიტეტი ადარდებს და არც ეროვნული ინტერესები. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ოლაფ შოლცის პოლიტიკა არ შეცვლილა და ყველაფერი ზუსტად ისე გრძელდება, როგორც შოლცის დროს იყო, აჩვენებს, რომ რეალურად გერმანიაში კანცლერის მხოლოდ სახელი და გვარი შეიცვალა. პოლიტიკა კი იგივე დარჩა. გერმანელი ამომრჩევლისა და საზოგადოებისთვის იქმნება წარმოდგენა, რომ თითქოს მერცი ახალი კანცლერია, მინისტრთა კაბინეტიც ახალია და რამე იცვლება, მაგრამ ეს ნარატივები მხოლოდ მედიაში რჩება. რეალობა კი არ იცვლება. იცვლებიან მხოლოდ ევროპული პოლიტიკური სპექტაკლის მსახიობები. 2025 წლის მარტში ბუნდესტაგმა დიდი უპირატესობით დაამტკიცა ფინანსური პაკეტი, რომელიც თავდაცვასა და ინფრასტრუქტურაში მრავალ მილიარდიანი ინვესტიციების განხორციელებას ითვალისწინებდა. ბუნდესტაგმა ვალის მუხრუჭი გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანცლერი მერცის მთავრობას ხელფეხი გაეხსნა ახალი სესხების ასაღებად. მაშინ დაადგინეს, რომ სპეციალური ინფრასტრუქტურული ფონდისთვის 500 მილიარდი ევრო გამოეყო. არსებობს ეჭვები და ინფორმაციები იმაზე, რომ 500 მილიარდი ევრო, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოიყო, შეიძლება მიზნობრივად არ იხარჯებოდეს. როიტერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანია ფისკალური რეფორმებით შექმნილი ფინანსური ძალის ნაწილს ყოველდღიური ხარჯების მხარდასაჭერად იყენებდა იმის ნაცვლად, რომ მთლიანად გრძელვადიანი ინფრასტრუქტურისკენ მიემართა, რათა ქვეყანა მომავლისთვის მზად ყოფილიყო. ეს თუ ასეა და დადასტურდება, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხები ბიუჯეტის დეფიციტის შევსებას ხმარდებოდა, მაშინ ფრიდრიხ მერცს სერიოზული სკანდალი გაუსკდება. მისი რეიტინგი კი კიდევ უფრო შემცირდება. ამას ემატება ისიც, რომ 2025 წელი ქვეყანამ რეკორდული დეფიციტით დახურა. ბიუჯეტის დეფიციტი 127 მილიარდ ევროზე მეტი იყო. 2025 წლის აგვისტოში კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებდა, რომ სახელმწიფოს ეკონომიკა სოციალურ დანახარჯებს ვეღარ უმკლავდებოდა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემის რეფორმას ითხოვდა. მერცი მიზეზად იმას ასახელებდა, რომ სოციალური დახმარებებისა და დანახარჯების დაფინანსებას გერმანია ვეღარ შეძლებდა იმით, რასაც ქვეყნის ეკონომიკა აწარმოებდა. მერცის პოპულარობას აფუჭებს ისიც, რომ გერმანიაში სავალდებულო სამხედრო სამსახურზეც დაიწყეს საუბარი. 2027 წლის 1 ივლისიდან გერმანიაში 18 წელს მიღწეულ ყველა მამაკაცს მიიწვევენ სავალდებულო სამედიცინო ექსპერტიზაზე. ცოტა ხნის წინ იმაზეც გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2026 წლიდან გერმანიის მოქალაქე მამაკაცებს, რომლებიც 17-დან 45 წლამდე ასაკს აკმაყოფილებენ, უნდა აიღოთ ბუნდესვერისგან ნებართვა, თუ საზღვარგარეთ გამგზავრებას 3 თვეზე მეტი ხნით გეგმავდნენ. გერმანიისა და კანცლერი მერცის ანტირეიტინგის შესახებ ნახეთ ანი ნადირაშვილის სიუჟეტი. გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ყველაზე არაპოპულარული მთავრობის მეთაურია. ანტირეიტინგების სიაში ის ლიდერია. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ფრიდრიხ მერცი 24 დემოკრატიულ ქვეყანაში ყველაზე არაპოპულარული ლიდერია და მნიშვნელოვნად ჩამორჩება ნარენდრა მოდის, ლიჯე მიუნგსა და ანდრეი ბაბიშს მხარდაჭერის მაჩვენებლით. კვლევა ამერიკაში დაფუძნებულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტმა Morning Consult-მა ჩაატარა. გერმანიის კანცლერი დემოკრატიულად არჩეულ მსოფლიო ლიდერებს შორის ყველაზე არაპოპულარული ფიგურაა. გერმანელების მხოლოდ 19% მისი საქმიანობით კმაყოფილია. მერცის საქმიანობას უარყოფით
შეფასებას 76% აძლევს. არაპოპულარულ მმართველებს შორის ლიდერობს Deep State-ის კიდევ ერთი ფავორიტი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. ფრიდრიხ მერცის რეიტინგი უფრო დაბალია, ვიდრე მისი წინამორბედის ოლაფ შოლცის. მისი მმართველობის ყველაზე რთულ პერიოდშიც კი შოლცი მნიშვნელოვნად უფრო პოპულარული იყო ვიდრე მერცი. მოქალაქეთა 28% დადებითად აფასებდა მის საქმიანობას ფედერალური კანცლერის პოსტზე, ხოლო 77% უარყოფითად. ეს ციფრებიც კარგად აჩვენებს, რომ პოლიტიკური კრიზისი გერმანიაში კიდევ უფრო მწვავდება და ამ კრიზისის ცენტრში კანცლერი ფრიდრიხ მერცი დგას. გამოკითხვების კომპანიის ფორსას ხელმძღვანელმა მანფრედ გიულნერმა ევრონიუს განუცხადა, რომ მერცი პოლიტიკაში დაბრუნდა, მაგრამ პოლიტიკა ვერ მოიპოვა. არსებობს სერიოზული სკეპტიციზმი, განსაკუთრებით ქალებში, ახალგაზრდა მომრჩევლებში და აღმოსავლეთ გერმანიის მოსახლეობაში. რესპუბლიკის მეათე კანცლერად არჩევის შემდეგ მან ვერ შეძლო მის მიმართ არსებულ ეჭვებთან გამკლავება. პირიქით, ისინი მის მმართველობის პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდა. არადა 2025 წელს მკაცრი საარჩევნო კამპანია ჩაატარა. პირობა კი არა ფიცი დადო, ყველაფერი შეიცვლება. გერმანელები პოლიტიკის გაუმჯობესებას მალევე იგრძნობენო. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა უკვე ზაფხულში უნდა იგრძნონ. სიტუაცია თანდათან უკეთესობისკენ იცვლება. შემოდგომაზე ჩვენ გაცილებით მეტი ყურადღება მოგვიწევს ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის საკითხებზე. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იმ ადგილას არ იმყოფება, სადაც მემენდომებოდა მისი ყოფნა. ზაფხულიდან გერმანელებს უკეთესობა უნდა ეკრძნოთ. შემოდგომიდან შვება, მაგრამ დღეს გერმანია კიდევ უფრო ღრმა კრიზისშია. სოციოლოგიური კვლევების ინსტიტუტ ინსას ხელმძღვანელმა ჰერმან ბინკერტმა ევრონიუს განუცხადა, რომ კანცლერმა დაარღვია წინა საარჩევნო დაპირებები. გერმანიის ეკონომიკური განვითარება კვლავ ნეგატიურია და ბევრი საკუთარი ქვეყნის მომავალს დაღმავალ სპირალში ხედავს. არც ბურჟუაზიულ კონსერვატიული ბანაკი და არც მემარცხენე ლიბერალურ პროგრესული ბანაკი არ არის კმაყოფილი იმით, რასაც მმართველი კოალიცია ახორციელებს. საარჩევნო დაპირებების შესრულება და სისტემურ კრიზისებთან გამკლავება რომ ვერ მოხერხდა, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ საწვავის ფასების ზრდამ კიდევ უფრო მკაფიოდ გამოაჩინა მთავარი პრობლემა. მერცს არამხოლოდ არა აქვს ეფექტური გეგმა, არამედ აკლია უნარი, დროულად და მკაფიოდ უპასუხოს გამოწვევებს და მიიღოს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები. და აქ საუბარი აღარ არის იმაზე, მისი გადაწყვეტილებები სწორია თუ არასწორი, ეფექტურია თუ არაეფექტური. პრობლემა უფრო პარადოქსულია. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ის საერთოდ არ ჩანს. მერცი პროცესს გვერდიდან აკვირდება და ისე იქცევა, თითქოს ეს კრიზისი მის ხელისუფლებას და ქვეყანას არ ეხება. საწვავზე ფასების ზრდის მაგალითი ავიღოთ. მერცის ხელისუფლება დღეში ერთხელ ფასის გაზრდის აკრძალვას ადგენს. ბენზინგასამართ სადგურებს შეუძლიათ ფასის გაზრდა, მაგრამ დღეში მხოლოდ ერთხელ. ბუნებრივია ეს გადაწყვეტილება არ იმუშავებს. ფასები მაინც დღეში რამდენჯერმე იზრდება. ამ ფონზე კანცლერი ფაქტობრივად გვერდზე დგება. იტყვის, რომ სწრაფი გადაწყვეტილებები არ იქნება. საკითხის მოგვარებას კი ეკონომიკის ბლოკის მინისტრებს ანდობს. ამის შემდეგ კრიზისი სრულ ქაოსში გადადის. ეკონომიკის მინისტრ კატერინა რაიხსა და ფინანსთა მინისტრ ლარს კლინგბაილს შორის ცხარე კამათი იწყება. მინისტრები ერთმანეთს საჯაროდ აკრიტიკებენ. დაპირისპირება აჩვენებს დაძაბულობას კოალიციაში. კოალიციური პარტნიორის მკაცრი კრიტიკა მმართველ პარტია CDU-ში განხეთქილების საფუძველს ქმნის. CDU და SPD ვერ თანხმდებიან მთავარ საკითხზე. ვინ უნდა გადაიხადოს კრიზისის ფასი? ბიზნესმა თუ სახელმწიფომ? მედიაში ხმაური იწყება. ენერგოკრიზისი არა მხოლოდ ეკონომიკურ პრობლემებს გამოაჩენს, არამედ მმართველი კოალიციის შიგნით კონფლიქტსაც. მინისტრების დაპირისპირების დეტალები ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არ არის. უფრო საინტერესო მერცის რეაქციაა. მერცმა თავის მინისტრს თავშეკავებისკენ მოუწოდა და როგორც იუწყებიან თანაპარტიელებს უთხრა, რომ საჯარო დაპირისპირება მასზე უარყოფითად მოქმედებს. კოალიციური კონფლიქტი მალევე პარტიის შიდა დაპირისპირებაში უფრო ზუსტად ბუნტში გადადის. გერმანულმა მედიამ 11 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ CDU-ში ცხელი შიდა დებატები გაიმართა. კოალიციური მთავრობის მუშაობის დასაწყისიდანვე მერცი ყველანაირად ცდილობდა კონფრონტაციის თავიდან არიდებას და თავისი უმცროსი კოალიციური პარტნიორის დაკმაყოფილებას. გამოცემის დასკვნა ნათელია. მერცი უმცროსი პარტნიორის დაკმაყოფილებას ცდილობს. აქ საუბარია სოციალ-დემოკრატებზე. გერმანიის კანცლერი მზად არის საკუთარ პოლიტიკურ ხასსაც კი უღალატოს და პოზიცია შეცვალოს. მხოლოდ იმისთვის, რომ კონფლიქტს გაერიდოს და კოალიცია შეინარჩუნოს. სწორედ ამ კოალიციაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური სტატუსიც და პოზიციაც. მზად არის საკუთარი ამომრჩევლის მოლოდინებზე წინ ევროკავშირის ბიუროკრატიული დღის წესრიგი დააყენოს. ეს ერთი კონკრეტული შემთხვევაც საკმარისია, რომ გამოჩნდეს. გერმანიის
კანცლერი უფრო მეტად სხვის ინტერესებზეა ორიენტირებული, ვიდრე საკუთარ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და ამომრჩეველზე. მერცი კარგავს გადაწყვეტილებების მიღების უნარს. ის პოლიტიკას აღარ ქმნის, მხოლოდ რეაგირებს პროცესებზე, რომლებსაც სხვები განსაზღვრავენ. ამიტომაც მერცი ვერც საკუთარ საარჩევნო დაპირებებს ასრულებს. საარჩევნო მარათონზე ის საზღვრების გაკონტროლების და უკანონო მიგრანტების ქვეყნიდან გაძევების პირობას დებდა. გარდიანის არქივში მისი ციტატაც ინახება. მერცმა განაცხადა, რომ ყველა არალეგალური იმიგრანტი უნდა დააბრუნოს საზღვარზე, მათ შორის ისინიც, ვინც ეძებს დაცვას ომისგან ან პოლიტიკური დევნისგან. ის მზად არის შემოიღოს ფაქტობრივი აკრძალვა ქვეყანაში შესვლაზე ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც არ აქვს დოკუმენტები. დებატების დროსაც ის აქცენტს ორ მთავარ პრობლემაზე აკეთებს. მომდევნო წლებში უნდა გადავჭრათ ორი მთავარი პრობლემა: მიგრაცია და ეკონომიკა. ევროპის მიგრაციული სისტემა დისფუნქციურია. მერცი არჩევნებზე მიდიოდა მკაფიო დაპირებებით. არალეგალი მიგრანტების საზღვარზე გაბრუნება, მიგრაციის პრობლემების გადაჭრა და მკაცრი კონტროლის დაწესება. მისი ფორმულა იყო მარტივი: მეტი შეზღუდვა, მეტი კონტროლი და მეტი დეპორტაცია. მაგრამ დღეს ის როგორც კანცლერი იმავე სისტემის ფარგლებში მოქმედებს, რომელსაც თავად აკრიტიკებდა. რადიკალური გარდატეხა, რომელსაც ის გერმანელებს წინასაარჩევნოდ პირდებოდა, არ მოხდა. მიზეზი მარტივია: მერცს არ სურს Deep State-ის დღის წესრიგთან დაპირისპირება. უკონტროლო მიგრაციის მხარდაჭერას ფონ დერ ლაიენიც მოითხოვს. ამიტომაც ბრიუსელს ღიად ვერ უპირისპირდება. არც პასიური და ფარული ბრძოლა გამოსდის. როგორც კი პოლონეთი ციფრებს ჩახედავს და დაინახავს, რომ გერმანია მიგრანტებს უკან პოლონეთში აბრუნებს, მაშინვე საზღვრის კონტროლის გამკაცრებას იწყებს. ჯერ მხოლოდ რამდენიმე კვირით, შემდეგ რამდენიმე თვით. ახლა საგანგებო მდგომარეობა ისევ გააგრძელეს. პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებელი იყო არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და შიდა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის მონაცემებით მხოლოდ გასულ კვირას ორ საზღვარზე შემოწმდა 56,000-ზე მეტი ადამიანი. თითქმის 30,000 სატრანსპორტო საშუალება. 61 ადამიანს უარი ეთქვა ქვეყანაში შესვლაზე. გამოცემა წერს, რომ ვარშავას საზღვრის კონტროლის ოპერაციაში სასაზღვრო სამსახურის გარდა პოლიციური და სამხედრო დანაყოფებიც კი ჩართული ჰყავს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ეს გადაწყვეტილება პირდაპირ დაუკავშირა გერმანიის უარს უკან მიიღოს ის მიგრანტები, რომლებიც ცდილობენ მის საზღვარზე გადასვლას. ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი კვლავ ერთგულია ევროკავშირის თავისუფალი გადაადგილების სისტემის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს წესები თანაბრად სრულდება ყველა წევრი ქვეყნის მიერ. პოლონეთის პარალელურად მერცს ურთიერთობები ეძაბება სირიასთანაც. ევროპიან კონსერვატივის ცნობით მერცი დარწმუნებული იყო, რომ გერმანიაში მცხოვრები სირიელების 80%-ს სამშობლოში დააბრუნებდა. საუბარია ასობით ათას ლტოლვილზე. კანცლერი სირიის დროებით პრეზიდენტსაც კი შეხვდა. საკუთარი გეგმა გააცნო და სამუშაო ჯგუფების შექმნა შესთავაზა. ბერლინი აცხადებს, რომ მიდგომა მარტივია. უკან უნდა გაიგზავნონ ისინი, ვისაც ქვეყანაში დარჩენის უფლება არ აქვს. პირველ რიგში კრიმინალები. მაგრამ მერცის ეს მცდელობა სერიოზული დიპლომატიური სკანდალით დასრულდა. გერმანიის კანცლერი თავდაპირველად აცხადებდა, რომ სირიის დროებითმა პრეზიდენტმა თითქოს თავად ახსენა 100,000 მიგრანტის დაბრუნება. ყველაფერი ისე წარმოადგინა, თითქოს ორ ქვეყანას შორის შეთანხმება დადებული და გაფორმებულია. მაგრამ სირიის დროებითმა პრეზიდენტმა მერცის სიტყვები უარყო. მერცი უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა. გამოქვეყნებულ განცხადებაში კანცლერმა თქვა, რომ სირიის დროებითმა პრეზიდენტმა აჰმედ აშ-შარამ ამ რიცხვზე, რომელიც 100,000 მიგრანტს გულისხმობს, საუბრისას თავად მიუთითა მათ შორის გამართული დიალოგის დროს. მოგვიანებით ლონდონში გამართულ ღონისძიებაზე შარამ ეს უარყო. შემდეგ სირიამ კიდევ უფრო მკაფიოდ მიანიშნა, რომ ასეთი მასშტაბის დაბრუნება არ მოხდება. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასად ალ-შაიბანიმ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დამასკოს უარყოფითი პოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურა. ემიგრაციაში მყოფი სირიელები ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ეროვნული რესურსია და არა ტვირთი. ალ-შაიბანი ინფრასტრუქტურის მომზადებას ადასტურებს. სირიელების ნაწილის დაბრუნებას არ გამორიცხავს. თუმცა იქვე დასძენს, რომ პროცესი არ შეიძლება ძალდატანებითი იყოს, არამედ მხოლოდ ნებაყოფლობითი. კატეგორიულად უარყოფთ იძულებითი დეპორტაციის ნებისმიერ მცდელობას. მერცი მიგრაციის პრობლემას ვერ უმკლავდება. მას არ აქვს ეფექტური გეგმა. იძულებულია უკან დაიხიოს. სირიელი ლტოლვილები დეპორტაციის ნაცვლად მოქალაქეობას იღებენ. მერცი არჩევნებზე საუბრობდა ენერგეტიკულ კრიზისზე, როგორც სისტემურ პრობლემაზე და აკრიტიკებდა წინამთავრობის გადაწყვეტილებებს. მაგრამ თავად ვითარების გასაუმჯობესებლად ვერც ერთი ნაბიჯი ვერ გადადგა. მისმა წინამორბედმა ოლაფ შოლცმა უკრაინის ომის ფონზე მიიღო რთული გადაწყვეტილება. უარი თქვა რუსეთის იაფ გაზზე. შეუერთდა ბრიუსელის სანქციებს.
ამით მან ფაქტობრივად შეცვალა გერმანიის ენერგეტიკული მოდელი. მძიმე ეკონომიკური დარტყმა მიაყენა გერმანიის მრეწველობას. მერცს არ ყოფნის პოლიტიკური გამბედაობა გადახედოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. მაშინაც კი, როცა ენერგეტიკული კრიზისი მძაფრდება. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის ფონზეც კი ის Deep State-ის მიერ მართული ბრიუსელის დღის წესრიგს იცავს. გერმანიის ეკონომიკური ინტერესები პრიორიტეტში არ დგას. თუმცა უკვე კარგად ესმის ფასების სწრაფი და მუდმივი ზრდა მას გარკვეული ნაბიჯებისკენ უბიძგებს. პოლიტიკოს ინფორმაციით მერცი განიხილავს გაჩერებული ქვანახშირის ელექტროსადგურების ამუშავებას. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ამ გზით ელექტრომატარებლების ფასების ზრდას შეამსუბუქებს. თუმცა კრიზისი უკვე იმდენად დიდია და მძლავრი, რომ მხოლოდ ქვანახშირის ელექტროსადგურების ამუშავება ეფექტს არ იქონიებს. ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრმა კატერინა რაიხმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული ზომების პაკეტი შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს. თუ კრიზისი, რომლის შედეგადაც ბაზრიდან ამოღებულია მსოფლიო ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი გაზის დაახლოებით მეხუთედი, გაგრძელდება. მერცი ვერც პოლიტიკურ ლიდერად ყალიბდება და ვერც კრიზის მენეჯერად. ის უკვე მწვავე პრობლემებით არის გარშემორტყმული. გერმანია, რომელიც წლების განმავლობაში იყო სტაბილურობის სიმბოლო ევროპაში, დღეს კრიზისის სიმბოლო ხდება. მიგრაცია და ფასების მუდმივი ზრდა სოციალურ ფონს ამძაფრებს. ეს ბუნებრივად აისახება კრიმინალის დინამიკაზეც. აქაც ფრიდრიხ მერცი პრობლემის ეფექტური მართვის ნაცვლად კომუნიკაციურ დონეზე რეაგირებს. ცდილობს ყურადღება არ მიაქციოს. ბერლინში განსაკუთრებით გაიზარდა ცივი იარაღის გამოყენებით ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის ჩადენილი თავდასხმების მონიტორინგისთვის ინტერაქტიულ ონლაინ აპლიკაციას Knife Apps ქმნის, სადაც ბერლინის მასშტაბით ნაჩვენებია თავდასხმების ადგილები, დაშავებულთა რაოდენობა და შედარება პოლიციის ოფიციალურ კრიმინალურ სტატისტიკასთან. პოლიციის დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით ბერლინში 2025 წელს დაფიქსირდა 3599 დანის გამოყენებით თავდასხმა, რაც წინა წელთან შედარებით 5.5%-ით მეტია. ეს საშუალოდ დღეში დაახლოებით 10 ინციდენტს ნიშნავს. AfD სულ უფრო პოპულარული ხდება. პარტია აქტიურად გამოხატავს იმ საკითხებს, რომლებიც გერმანელებისთვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ხალხის ოპტიმიზმი უკვე აისახა პარტიის რეიტინგებში. საქსონია-ანჰალტში მალე რეგიონალური არჩევნები ჩატარდება. რეიტინგებში AfD უკვე ლიდერობს. საქსონია-ანჰალტის მიწის არჩევნებამდე დარჩენილია 6 თვე და ალტერნატივა გერმანიისთვის კვლავ აშკარა ლიდერია. INSA-ის ახალ გამოკითხვაში მან მიიღო 38%, რაც 13%-ული პუნქტით მეტია ვიდრე CDU-ს, რომელსაც 25% აქვს. შეშინებული მერცის დანახვა გერმანელებს უკვე აღარ სურთ. ატომურ ენერგიაზე უარის თქმა, გერმანიის IAF-ი რუსული გაზის გარეშე დატოვება, სოციალური კეთილდღეობის მოდელის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, მუდმივი საომარი რიტორიკა, ფინანსური სკანდალების ფონზე, უკრაინისთვის გაუთავებელი დახმარების მიცემა და კიდევ ბევრი სხვა. ეს ის პრობლემებია, რაც ფრიდრიხ მერცის გარშემო გროვდება. ქვეყანაში პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის ყველაზე რეიტინგული პარტიაა. სამაგიეროდ, კანცლერი მერცი რეიტინგების ფსკერზე არის ჩამოსული. ყველაფერი ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ გერმანია და გერმანიის პოლიტიკური ელიტა თანმიმდევრულ უკუსვლას განიცდის. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.